გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა აზერბაიჯანული კვირეული, თქვენ იცით რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ გადაცემა გავაკეთეთ ამ კუთხით აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენი მეზობელი, მასთან ჩვენ გვაკავშირებს ყველაზე ახლო და თბილი ურთიერთობა. ჩვენ უკვე ყავდა ამ კუთხით რამოდენიმე სტუმარი, ვილაპარაკეთ აზერბაიჯანის ისტორიაზე, მის კულტურაზე, დღესასწაულზე, ნოვრუზ ბაირამზე გქონდა შეხვედრა ადამიანთან, რომელიც უშუალოდ იცნობდა აზერბაიჯანის ლეგენდარულ პრეზიდენტ ჰაიდარ ალიევს და დღეს ვაგრძელებთ ამ თემაზე ლაპარაკს, მით უმეტეს რომ ხვალ არის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესასწაული. ჩვენ დღეს გვინდა ვილაპარაკოთ აზერბაიჯანის მიღწევებზე, ზოგადად როგორ მიაღწია აზერბაიჯანმა ამ დიდ წარმატებას დღევანდელ მდგომარეობაში აზერბაიჯანში და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გავცეთ პასუხი. უპირველეს ყოვლისა მე მინდა მიულოცო აზერბაიჯანელ ხალხს პირველ რიგში აზერბაიჯანში და ყველა აზერბაიჯანელ სოფლიოში აზერბაიჯანელის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ხვალ აღნიშნავს პირველ რიგში აზერბაიჯანული სახელმწიფო და უსურვო მას კიდევ ერთხელ წინსვლა და წარმატება. ამ თემაზე სასაუბროთ ახლა ჩვენ მოვიწვიეთ უკვე ჩვენი ნაცნობი სტუმარი, ჩვენი მეგობარი, ცნობილი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ფაჩულია. ბატონო თემურ, უღრმესი მადლობა რომ კიდევ ერთხელ დაგვითმეთ დრო და თქვენ კომპეტენტურ ასს მოვისმენთ და ამასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ უბრალოდ რომ დაუბრუნდეთ აზერბაიჯანის წარმატება, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და დღევანდელ პირობებში ჩვენ ვილაპარაკებთ იგივე მის წარმატებას პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ჩვენ ისევ რო არ დაუბრუნდეთ იმ ეპოხას, 90-იანი წლების ეპოხას, ბოლომდე წინა გადაცემაში დროის უქონლობის გამო ჩვენ ვერ გავხსენით ეს თემა. თქვენ იცით რომ იგივე ჰეიდარ ალიევის ჩამობრძანება აზერბაიჯანში 1994 წელი იყო. ეს იყო უკვე ის პერიოდი, როცა ის სტაბილურად მოვიდა აზერბაიჯანში ეროვნული გადარჩენის დღე, ნაციონალური და ეროვნული გადარჩენის დღე, რატო ითვლება და მაინც ამ მასშტაბურ ფიგურას, ესეთ როლს აზერბაიჯანული სახელმწიფოს შექმნაში, რატომ ისტორია თვითონ, მკვლევარები, პოლიტოლოგები და ექსპერტები რატომ უსვამენ ამას ხაზს? ბატონო ბადრე, პირველ რიგში მინდა მივესალმო თქვენს აუდიტორიას, ტელემაყურებელს, რადიო მსმენელებს და ჩვენს მეზობელ, მეგობარ აზერბაიჯანელ ერს მიულოცო ეროვნული დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ არსთა განმრიგემ ასე დაგვიწესა, რომ ვიყოთ ერთად და ის გამოწვევები, ისტორიული გამოწვევები, რაც ჩვენ წინაშე დგას, კონსენსუსით, უნისონში უნდა გადავწყვიტოთ. ეხლა თქვენ აქ შეეხეთ ისეთი ლეგენდარული პიროვნების, ისტორიული პიროვნების სახელს და ფიგურას, როგორც თანამედროვე აზერბაიჯანისთვის გახდათ ბატონი ჰეიდარ ალიევი. ეს ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან საინტერესო ფიგურა. ჯერ ერთი და მისი სახელი დაკავშირებულია გარკვეულ სპეცსამსახურებთან და მან თავის დროზე დიდი როლი ითამაშა. რეზიდენტი იყო გარკვეულ ქვეყნებში და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები შეასრულა, დიდი სამუშაოები. მის ისტორიას თუ გადავხედავთ, მას ძალიან ისეთი დალაგებული ურთიერთობა არ ქონია, ვთქვათ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელთან, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ბერიას პერიოდს,
როდესაც ბატონ ჰეიდარს მეუღლე უნდა შეერთო და მას დაპირისპირება ჰქონდა იმ დროინდელ ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესო პერიოდია ეს. ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისთან. გარკვეულ პერიოდს სწავლობდა და ეს იმდენად კომუნიკაბელური, იმდენად შორტჭრედელი, იმდენად გონიერი ადამიანად რამოდენიმე ენას ფლობდა შესანიშნავად და აი ამ თბილისში მას ძალიან დიდი მეგობრობა და ნაცნობობა ჰქონდა. და ყვებიან ახლა ცალკეულ კურიოზულ შემთხვევებსაც მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, სადაც ეს კაცი არაჩვეულებრივად ლავირებდა. ეს მარტო ბაგიროვთან კი არ არის ეს პროცესები დაკავშირებული. აი შემდგომ პერიოდში მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანდროპოვთან და როდესაც ის შევარდნაძეზე ადრე დაინიშნა პირველ მდივნად. შევარდნაძე 72-ში ეს ცოტა ადრე და ალიემა ძალიან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა აზერბაიჯანის გამყარების, გამტკიცებისა და აღორძინების საქმეში. კი ბატონო, აი ზუსტად აი ამ კუთხით არის ახლა თქვენ რაც ბრძანეთ გამყარება და აღორძინებაში. ფაქტიურად 90-იან წლებში თქვენ იცით როგორი აზერბაიჯანი ჩაიბარა. იყო ესეთი გამოსვლა ტაგიევია, ესე იგი ცნობილი უხუცესი დიპლომატი, ის იყო მოსვენილი მაქვს მისი გამოსვლა, მაშინ რანგში ბელორუსიის ელჩი იყო, რომელიც ლაპარაკობდა რომ ჰეიდარ ალიევი რო არ ჩამოსულიყო აი ამ ძნელ პერიოდში აზერბაიჯანში, აზერბაიჯანი უკვე დაშლილი იქნებოდა 2 ან 3 ნაწილად. კი აი ეს ტაგიევი ლაპარაკობს და სინამდვილეში აი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს რომ ეს შემთხვევით არ არის ეს დიფირამბები არ არის რომ ჩვენ ეროვნული გადარჩენის თარიღს აღნიშნავთ მის ჩამოსვლასო და აი როგორი ქვეყანა იყო და როგორი ჩაიბარა და ნუ მე გადავიდეთ წარმატებებზე. ესე იგი მან დატოვა აყვავებული ეკონომიკურად ძლიერი სამრეწველო აგრარული მოწინავე რესპუბლიკა ქვეყანა. კი ბატონო. როდესაც ის აქედან გადაიყვანეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. კი ბატონო. ეს ფაქტიურად არის ბერიას პოსტია. პირველი მოადგილე. ეს საკვანძოვის იყო და ის კურირებდა მთელ რიგ საკითხებს და იქაც სხვადასხვა ძალიან დიდი ავტორიტეტი და სახელი გაითქვა მოსკოვში მუშაობის პერიოდში. კი ბატონო. მაგრამ ხო გეუბნები დატოვა აყვავებული ქვეყანა და როცა მოუწია დაბრუნება. ეს დაბრუნებაც არ იყო იონ, იმიტომ რომ მას უზარმაზარი წინააღმდეგობები შეხვდა. მან მიიღო გაბარტახებული დაკარგო 20%-ზე მეტი 20%-ე ლაპარაკობდა აზერბაიჯანი რომ მიიღო 20%-ს ჭარბობდა მაგრამ გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება ჯერ კიდევ მამამ დაიწყო უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობის აი ახლა თქვენ რაც ბრძანეთ რომ არა ჰეიდარ ალიევი იქ ჩაფიქრებული იყო გარკვეულწილად აზერბაიჯანის ფრაგმენტაცია ანუ მისი დანაწევრება. სხვადასხვა ეს საფრთხე ჩვენს გვედგა წინ და ჩვენთან როგორ წარიმართა ეს პროცესები, ახლა თქვენთვინაც ცნობილია ეს და მაყურებლისთვინაც ცნობილია. მაგრამ ალიევმა უზარმაზარი როლი ითამაშა აი ამ ტერიტორიული მთლიანობის, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფოს გადარჩენის საქმეში. რომ არა ის ფატალურად დასრულდებოდა ეს პროცესები. კი ბატონო. ერთადერთი ახლა რასაც წააწყდა ეს დიდ სირთულეს, ეს იყო ყარაბაღის პრობლემა. მაგრამ ყარაბაღის ეს დიდ გეოპოლიტიკურ არ ვიყვარს მე ამ სიტყვის გამოყენება თამაში. დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენება თქვენ აზერბაიჯანი ეს არის თურქულენოვანი სამყარო. ეს ერთი ხალხია. თუმცა აი თავის დროზე ალიევმა წამოაყენა ერთი ხალხი, ერთი ერი, 2 სახელმწიფო თურქეთთან მიმართებაში. და ეს ბოლომდე გაიტანა, ბოლომდე დაიცვა. აი რუსეთი ყოველთვის აი ყარაბაღს იყენებდა აზერბაიჯანისთვის თითის დასაკრებად და ჭკუის სასწავლებლად. მაშინ აქცენტი რუსეთმა გააკეთა სომხეთზე. და მოხდა ეს ესე იგი ჩამოცილება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ალიევს ჰქონდა ძალიან დიდი პერსპექტიული გათვლები, რაც შემდგომში მისი ვაჟის, მისი მემკვიდრის ილხამ ალიევის დროს განხორციელდა. ეს გათვლები რას გულისხმობდა? პირველ რიგში ეს არის ურთიერთობების შენარჩუნება თურქეთთან. იმიტომ რომ ეს მისი ბუნებრივი, გეოპოლიტიკური, ეთნიკური და ამ შემდეგ მოკავშირეა. ეს არის უზარმაზარი ძალა. ჩვენ ასეთ ძალა რო
ზურგს გვიმაგრებდეს, ჩვენ საფესო სპანერად იქნებოდა. ჩვენ ობოლი ხალხი ვართ და მას ჰქონდა ასეთი გათვლა რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობების დაალაგება და ამ დაალაგების პროცესში თმენა, ანუ მოცდა გარკვეულ გეოპოლიტიკურ სიტუაციის შექმნამდე. აი ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, როგორც კი შეიქმნა, რუსეთი გადაიხარა აზერბაიჯანის მხარეს. თუმცა იქ სომხეთმა ფატალური შეცდომებიც დაუშვა. აი სომხეთი ჭკუის სასწავლებლად მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ომში სომხეთი სასტიკად დამსრული ფიასკო იყო ეს. აზერბაიჯანმა მოახდინა თავის ტერიტორიების დაბრუნება. აქ დიდი როლი ითამაშა ისევ რუსულმა ფაქტორმა და ძალიან დიდი როლი ითამაშა თურქეთმა. მოდით ახლა ჩვენ დავუბრუნდეთ ცოტა ბაზისურ თემებს იმისათვის რომ დაუშვათ აზერბაიჯანს აი ეს გამარჯვებები სისრულეში მოიყვანა მას დაუშვათ ჯერ მამამ და მერე შვილმა გადაწყვეტეს პირველ რიგში ეკონომიური დაალაგება ვებერთელა პროექტები დაიწყო ჯერ ვიცით ილხამ ალიევის ხელმძღვანელობით ჯერ თბილისი ბაქო ჯეიხანი დაიწყო რუსეთი როგორც მაყურებელმა იცის ამას ითხოვდა რომ ეს ნავთობსადენი არ გასულიყო ჩვენ ტერიტორიაზე არამედ ძველი კუთხით ისევ ნოვოროსისკის პორტით გასულიყო ეს მთლიანი ნავთობი მეორე მომენტი იყო რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმ დონემზე გავიდა ეს საქმე რომ ესე იგი გარკვეულმა ძალებმა რომ ეს პროექტი არ განსრულიყო ქურთათა მუშათა პარტიაც ჩართეს ამ იმაში იგივე PKK-ს აბდულა უჯალანის ასე ვთქვათ შრომის პარტია რომელმაც განაცხადეს რომ მათ ტერიტორიაზეც გაივლის და ისინი არ დაუშვებენ მის განხორციელებას, ამასთან დაკავშირებით იგივე თურქეთის სპეცსამსახურებმა მიიღეს საკმაოდ სერიოზული ზომები და უჯალანი დააკავეს და აი ამ იგივე შევარდნაძე ალიევმა აქ იყო ჩართული ძალიან სერიოზულად თურქეთის ლიდერები, რამოდენიმე პრემიერ-მინისტრ სულეიმან დემირელიდან დაწყებული რასაკვირველია მე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ამ პროცესში თასუ ჩილერი მესუდ ილმაზე რომელი ერთი ჩამოთვალო სინამდვილეში ყველა ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი აი ამ პროექტს მხარს უჭერდა და განხორციელდა ამასთან ერთად აი ეს პატარა პროექტის განხორციელდა სუფსის ნავთობსადენი ეს შეიძლება მასშტაბით ისეთი არ იყოს და ამას მოყვა ზოგადად აზერბაიჯანული ენერგეტიკის გაძლიერება და აზერბაიჯანმა მიიღო ახალი ფუნქცია. რასაკვირველია ეს ნავთობ და გაზის მომპოვებელი ქვეყნის სტატუსი არის ვებერთელა მე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო როცა ერთ პერიოდში იყო კრიზისი ბელორუსულ ურთიერთობაში იქ დაძაბული იყო ურთიერთობა ბელორუსის ხელმძღვანელს შორის და დღევანდელ პუტინს შორის თანხებთან იყო საბაგი სასტრაფო ჭირდებოდა ბელორუსიას კრედიტი აზერბაიჯანმა აღმოუჩინა მას საკმაოდ სერიოზული დახმარება ასობით მილიონის დოლარის ფარგლებში ხო და ამასთან დაკავშირებით ბატონო თემურო თქვენ როგორ გონიათ დაუშვათ აი ეს ეკონომიური პრიორიტეტები რომელიც დაისახა ალიევმა როგორ მოახერხა ალიევის ოჯახმა როგორ მოახერხა დაუშვათ იმის გაკეთება რომ თქვენი კუთხით და თქვენი თვალით იმიტომ რომ ბევრი თქვენი აზრით ბევრი ექსპერტი ლაპარაკობდა იმას რომ ბაქო ჯეიხანი აი ეს პროექტები განწირულია უბრალოდ ალბათ გარკვეულ ზომებს მიიღებს რადიკალურ ზომებს მიიღებს შეკითხვა ესეთია აი რატომ არ მიიღო დაუშვათ იგივე რა დამსახურება ჰქონდა პირველ რიგში ალიევს იმისათვის რომ აი ესეთი ფაქტიურად აი ესეთი ძლიერი ნაბიჯი გადაიდგა და რუსეთის ბალალაიკის ქვეშ არ იცეკვა იგივე ჰეიდარ ალიევმა აი ამ საკითხთან დაკავშირებით
თავად ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, რომ არა ალიევის, ჰეიდარ ალიევის ფაქტორი ეს პროექტები, რაზედაც ახლა თქვენი საუბრობთ, იყო განწერული და არასოდეს არ განხორციელდებოდა. აი მათ რეალიზაციაში, ანუ მათ მატერიალიზაციაში დიდი როლი, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჰეიდარ ალიევის ფაქტორმა. ახლა ეს რითი იყო განპირობებული თქვენ სვამთან? ეს არის თვით ამ ფიგურის წონადობა. ეს არ იყო ორდინალური პოლიტიკოსი, ეს არაორდინალური ფიგურა, რომელსაც ძალიან მსხვილი, ძალიან დიდი გავლენა და წონა ქონდა და დღეს მისი გავლენები დღესაც იგრძნობა. აი იმ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და იმ ურთიერთობებში, რაც იმ პერიოდში იყო. აი ამ ესე იგი მისმა დიდმა გაბარიტებმა აი ეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ კადრებს ხედავდით ბოლო კულმინაცია აზერბაიჯანული დიპლომატიის გამარჯვებას თქვენ ხედავთ ეს არის ბატონი ილხამ ალიევის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თქვენ იცით როგორი დახვედრა მოუწყვეს მას ჩინურმა ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად ეს შუა დერეფნის პრობლემა რასაკვირველია აზერბაიჯანის გარეშე შეუძლებელი იყო ჯერ კიდევ ბიბლიომჟეზისკი ლაპარაკობდა აზერბაიჯანის როლზე ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით ალბათ აზერბაიჯანი თქვენ სწორად არ გნიშნეთ თურქულენოვანი სამყაროს ნაწილია და შუა აზიის რესპუბლიკები აზერბაიჯანში სტაბილურობის გარანტიას ხედავენ ამიერკავკასიაში და ალიევმა ეს სტაბილურობის გარანტია აჩვენა. ნუ მაგრამ ალიევი ესე იგი შვილი ალიევი მიდიოდა ამ პროცესისკენ ქვეყნის სტაბილურობისკენ ძალიან ფრთხილად. რაღაც პერიოდში მან გააგრძელა იგივე აი თქვენ მოთმენაზე ბრძანეთ აი ეს მოთმენის პოლიტიკა იმის და მიუხედავად რომ უკვე ძალიან სერიოზული შეიარაღებული ძალები ყავდა და ეს აღმოჩნდა ძალიან სერიოზული დიპლომატი, იმიტომ რომ დროს ქონდა ძალიან სერიოზული მნიშვნელობა. იგივე 2016 წელს პირველი კონფლიქტი რო დაიწყო და პირველი გამარჯვება, ნუ ძალიან მცირე ტერიტორია კარაბახთან ერთი მთის ნაწილი იყო დაიბრუნა, ამაზე გაჩერდა ალიევი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჯერ კიდე კარაბახის კლანი იყო სამყაროდ სერიოზულად ხელისუფლებაში და ეს არ აძლევდა საშუალებას იგივე რუსეთს იმისა რომ დაუშვათ აქ თვალი დაეხუჭა და რაღაც აი რადიკალური ზომები, კონტრზომები გაეტარებინა იგივე ამ კლანის დასაჯელად, იმიტომ რომ საბაბს ესენი არ აძლევდნენ. აი ნახეთ უბრალოდ პირველი პერიოდი აზერბაიჯანის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებას იმეორებს მე ილხამ ალიევი მყავს მხედველობაში იმეორებს რაღაცა ეს 2012 წლამდე მაგის განცხადებას რომ აზერბაიჯანი მზად არის უმაღლესი ესე იგი დონის სუვერენიტეტი აზერბაიჯანის ფარგლებში მისცეს ყარაბაღს რაზეც სომხეთი არ თანხმდებოდა უბრალოდ თქვენ როგორ გონიათ აი ნებისმიერი ხელისუფლება სომხეთში და იმაში აი რატომ გადადგა ეს ნაბიჯი დღეს ხომ სომხეთი დაჯდას დარჩა საერთოდ აი პირტიტველი უბრალოდ აბსოლუტურად არც სტატუსით არც არაფერი აი რატომ არ ეყოთ გამჭრიახობა და ნებისყოფა იმისათვის რომ დაუშვათ გაეცათ პასუხი უკვე ახალი ლიდერი მოვიდა ახალგაზრდა ლიდერი მამისგან განსხვავებით ის ლიდერი რომელიც დიდხანს იქნება და მისგან არის ასე ვთქვათ აი ამ პროცესის მომავალი დამოკიდებული აი ამ შემთხვევაში რა საბედისწერო შეცდომები დაუშვა სომხეთმა ბატონო ბადრი ეს არის ძალიან ისეთი თემა ღრმა თემაა ეს კერძოდ სომხეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა იმ გაგებით რომ მან თავის ისტორიულ და ტრადიციულ მოკავშირეს რასაც ქვია რუსეთი აქცია ზურგი სომხეთში გაიმარჯვა გლობალისტების პოზიციამ
აი თვით ეს ფაშინიანი და ეს ძალები იმათ მოიყანეს ხელისუფლებაში, ესენი არიან, ასე ვთქვათ, სომხეთის ნაციონალური მიმართულების ფრთა. კი ბატონო. კერძოდ ესენი რას თვლიდნენ? ესენი თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ სომხეთი იქცა რუსეთის ბრძევლად ყარაბაღის მეშვეობით. სანამ ეს ყარაბაღის თემა აქვს აკიდებული სომხეთის განვითარება გამორიცხულია. ანუ სომხეთი არის შესული გეოპოლიტიკურ ჩიხში. საიდანაც გამოსავალი თუ ამ ყარაბაღის თემას არ შევეშვებით, არ არსებობს. აი, სამწუხაროდ კი არა, მოხდა ისე რომ გაიმარჯვა ამ მიმართულება, ამ აზრმა. ანუ რაც შეიძლება მალე უნდა განთავისუფლდეს ყარაბაღის ამ მემკვიდრეობიდან. მოვიდა ახალი ძალები, ახალი ხალხი, აი ფაშინიანი, მისი გარემოცვა და აი დაიწყო ყველაფერი იქიდან. გაცივდა ურთიერთობები რუსეთთან და ამას მოყვა ის რაც მოყვა. აი აქ არის ილხამ ალიევის გენიალური დიპლომატია, მან კიდევ ერთხელ გამოიწვია ეგრეთ წოდებულ დატამზე. ეს ყველაფერი ფაშინიანსაც ათქმევინა, ეხლა პირდაპირ წასულიყო ფაშინიანის წინაამდე კიდევ ერთხელ ფაშინიანის პერიოდშიც იყო გარკვეულწილად ძალა მოლაპარაკებებში, მაგრამ ფაშინიანმაც აირჩია რადიკალიზმი, განთქმული მისი სიტყვა. ესე იგი ფაშინიანის რომ ყარაბაღი არის შვეიცარიაში იყო ნათქვამი არის სომხეთი და წერტილი და აზერბაიჯანმა თქვა რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანი და ძახილის ნიშანი ეს. ეხლა თუ დაუგვირდებით ბატონო ბადრი, ყველაფრის საფუძველი არის მაინც ის აქსიოლოგია და ის ღირებულებები, ის ფილოსოფია, რაც ამა თუ იმ დიდი ისტორიული პიროვნების საფუძველში ძევს. კი ბატონო. აი რა იქადაგა ვთქვათ, რა მემკვიდრეობა დატოვა და რას აგრძელებს დღევანდელი აზერბაიჯანის ხელისუფლება. აი რას ამბობდა თავის დროზე ჰეიდარ ალიევი, ეს დიდი კაცი, დიდი პოლიტიკოსი და როგორ ხდება ამ ნაზრების რეალიზება, ამ მემკვიდრეობის რეალიზება. პირველი რაც ეს კაცი რასაც აკეთებდა და რასაც ხადაგებდა, ეს იყო ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ერთიანი აზერბაიჯანულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება, გაძლიერება, შექმნა და ასე შემდეგ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც ის ამბობდა, რომ ამას სჭირდება დრო. აზერბაიჯანს ყავდა მილიონამდე ტოლვილი, მაგრამ არც ერთისთვის ალიევს, ჰეიდარ ალიევს არც ბინა მიუწია და არც ბანაკებში ცხოვრობდნენ. რატომ? იმიტომ რომ ის მოსახლეობას არ წუნებდა და ეუბნებოდა, ჯეროდა ხალხს მისი, რომ დადგება დრო და თქვენ დაუბრუნდებით მშობლიურ წიაღს. მართლა ასე მოხდა. კი ბატონო. ანუ ეროვნული თვითყოფადობა, თავისთავადობა და ეს არის უპირველესი. მეორე, რასაც ის დიდ ყურადღებას აქცევდა, ეს არის ტრადიციული, ეროვნული, ახლა დაარქვით გინდ ისლამური და ასე შემდგომ, ეს უზარმაზარი სამყაროა, ხო? 1.200.000 წევრი ამ ისლამურ უზარმაზარ სამყაროში. ამ ღირებულებებისადმი ერთგულება. და აი იმ გლობალიზაციის, იმ აგრესიული გლობალიზაციის უარყოფა, უგდება. ეს გენიოსი კაცი იყო და მან იცოდა, რომ აღმოსავლეთი ძალიან ფაქიზი, რთული თემაა. კი ბატონო. ეს აღმოსავლეთი ვერ იტანს ასეთ მას ჰქონდა საერო ხელისუფლება, მან ჩამოაყალიბა ყველაფერი, მაგრამ ერთდროულად აი ამ დაჯახების და აი ამ პრობლემის, ამ შეჯახების ცივილიზაციათა ბრძოლის შედეგი ეს რაც აღმოსავლეთში ხდება. მესამე მომენტი ის განსაკუთრებით უსვამდა ხაზს აზერბაიჯანის როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჰაბის მნიშვნელობას. აზერბაიჯანი თქვენ ბრძანებთ ახლა და თქვით რომ ეს ნავთობით დიდარი ქვეყანა, ნავთობი, გაზი, ეს ენერგო რესურსები დღეს ვისაც აქვს პოზიციებს ის კარნახობს, ხო? და ეს დღეს არ მომختარა და გუშინ. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში მე-20 ბაქო იყო რუსეთის სამრეწველო ეკონომიკური ცენტრი. გახსოვთ? ნობელები, როკფელერები ვინ არ იყო იქ რა? მთელი რუსეთის კაპიტალი ტრიალებდა იქ. და გარდა ამისა, მსოფლიო ნავთობის მრეწველობის წარმოების დაახლოებით 80-90% იყო ბაქოში. არანაირი საუდის არაბეთი, კუვეიტი იმ დროს არ არსებობდა. არ არსებობდა, კი. ყველაფერი იყო კონცენტრირებული ბაქოში. უზარმაზარი სიმდიდრე გაიტანა იქიდან რუსეთის იმპერიამ. არა მარტო რუსეთმა, არამედ ევროპამ.
ძალიან ცოტა დარჩა აზერბაიჯანს. ეხლა მონაგონი იქნებოდა ეს საუდის არაბეთი, კუვეითი, ის თანხები რომ აზერბაიჯანში დარჩებოდა იმ პერიოდში. გამიგედა, აი დღეს რასაც აქვს ეს მარაგი და რესურსი აზერბაიჯანს. აი ალიემა იცოდა რომ ეს რესურსი, ამ რესურსს ვერავინ ვერ წაართვებს ამ ხალხს. ეს არის ხალხის მონაპოვარი და აზერბაიჯანი უნდა გახდეს ჰაბი, ანუ კავშირი, შემაერთებელი რგოლი აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. მაგრამ ის ყოველთვის უსვამდა აქ ჩვენ და მას საქართველოს უყვარდა ძალიან. კი ბატონო. ის ჩვენ მართლა მეგობარი იყო და დიდი მოკავშირე. ხას უსვამდა საქართველოსთან ერთიანობას. და ეს ანდერძად დაუბარა შვილსაც და დაუბარა ერსაც, რომ საქართველოსთან ეს ურთიერთობა, კავშირი სტრატეგიული არ მოშალოთ. ამას თვალისჩინივით გაუფრთხილდით, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ჰაბი ვერასოდეს ვერ გახდება საქართველოს გარეშე. ამ ერთიანობის გარეშე. შემდეგ ის ხას უსვამდა სტაბილურობასა და მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში. ის მარადიული ისტორიული მტრად სომხეთს არ აღიქვამდა. ის თვლიდა რომ ეს სადავო საკითხები, რაც თქვა, ადრე თუ უგეან გადაწყდება ეს დარეგულირებული თავრობები მიდიან, კაცო, ეს ხალხი არის მარადიული ფენომენი და ეს ხალხები უნდა ცხოვრობდნენ როგორ ჰარმონიაში. სომხეთს უჭირს დღეს და კიდევ უფრო გაუჭირდება თუ ეს არ გააცნობიერა. ანუ სომხეთს არც იმის რესურსი აქვს, არც გარშემო, არც მოკავშირე ის ირანის სათუა, იმიტომ რომ ის საბოლოო ჯამში ისლამურ ქვეყანა. ასე რომ ერთადერთი აი მაგათვინაც ხსნა არის გაცნობიერება იმისა, რომ იარაღი და მილიტარიზმით აი ამ სადავო საკითხებს ვერ გადავწყვეტ. ერთადერთი გზა არის მშვიდობა, მშვიდობიანი დიალოგი და ასე შემდეგ. შემდეგ უყურეთ ის აცნობიერებდა კარგად აზერბაიჯანის ფაქტორს წევდა რითი. აზერბაიჯანი არის ხიდი თურქულენოვან სამყაროს შორის. ეს არის უზარმაზარი 300 მილიონიანი, ზოგი მეცაც ამბობს, ხო? უზარმაზარი სხვა, აგერ ადრიატიკიდან, აგერ ჩინეთის კედლებამდე, იგი იუგურებია, თქვენ შესანიშნავად მოგეხსენებათ 40 მილიონიანი მუსლიმური და თურქულენოვანი ხალხი, რა. აზერბაიჯანი ამაში არის, აი, მართლა ხიდია, რომელთაც თურქეთი თქვა ეს უზარმაზარი დიდი სახელმწიფო უკავშირდება აგერ თურქმენეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ეს თურქულენოვანი სამყაროა. ამიტომ აი ამ ფაქტორის კათოლიციზმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის და დღესაც რჩება. და აზერბაიჯანში ის აზერბაიჯანელებს ყოველთვის ეუბნებოდა იყავით ტოლერანტული, ანუ კულტურათა და კონფესიათა შემწყნარებლობა. სხვა შორის ეს აზერბაიჯანში იგრძნობა. ეს ტოლერანტული, ანუ ეს შემწყნარებლული დამოკიდებული. ეს არ არის თქვა ფუნდამენტალიზმის და აგრესიული ისლამის ქვეყანა. არა, ეს არის ტოლერანტული შემწყნარებლული ქვეყანა. ეს არის მართლობით. დიახ, ცივილური სახელმწიფო, რომელიც აი ამ დანაბარებს და აი ამ ანდერს რაც მე გითხარით, ახლა მიყვება ბოლომდე. ნუ აი ეს გათვალისწინებ, ეს ყოველივე ახალ დონეზე აიყვანა ილხამ ალიევმა, რომელიც აი ღირსეული მემკვიდრე გამოდგა, ღირსეული შვილი გამოდგა მამის და ნუ ახლა გასაკვირი არაფერი ამ კაცს დიდი ტრადიციები აქვს, დიდი ისა აქვს მის უკან, დიდი ბაგაჟია, გიმო, აგერ აკადემია, კიდევ სხვა და გენეტიკური კოდიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენთვის ყოველთვის ეს ოჯახი, რომელსაც ბევრი გააკეთა ჩვენთვის საქართველოსთვის ძალიან დიდი როლი ითამაშა, ხო გითხარით იმ პროექტების რეალიზაციაში, რაც თქვენ ახსენეთ და პლუს ამას დიდი როლი ითამაშა მან აი შემდგომ შეჭირვების პერიოდში ის აზერბაიჯანი ყოველ ჩვენ გვერდით იდგა. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით გაგვიმართლა, რომ აი ასეთი მოკავშირე გვყავს და ქართველი ხალხი არასოდეს უმადური არ ყოფილა. ჩვენ არა ვართ უმადური ერების რიცხვში საბედნიეროდ ქართველებს აქვს შესანიშნავი მიხსიერება, მახსოვრობა და ის ყველას უხდის სიკეთეს რაც გაუკეთებია ჩვენთვის. აი ნახეთ ახლა ძეგლი, სანაპირო და ასე შემდეგ ეს უკვე საქართველოს სინამდვილეში აღიარება იმ დიდი წვლილის რაც ამ ოჯახს საქართველოს მიმართ მიუძღვის. აი დღევანდელ საგარეო პოლიტიკაზე რო გადავიდეთ, ბატონი ილხამ ალიევის თქვენიცით ახლა აი ბოლო ვიზიტი იყო ჩიტენის სახალხო რესპუბლიკაში, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ
მიაქციეთ ყურადღება, რომ ესე იგი პრაქტიკულად ეს ადამიანი არის ძალიან კარგი დიპლომატი. აი ახლა ამ ბოლო დროს მე რო უყურებ მის მოღვაწეობას, ვხედავ, რომ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო ევროპასთან, მაგრამ იგივეა ილხამ ალიევი თავისი გენიალური დიპლომატიით ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ აი იმ დონეზე არ დატოვოს ის პრობლემები, რომელიც იყო და გადადგას ნაბიჯი ნორმალიზაციისთვის ურთიერთობის. ის კლასიკურად უხსნის თავის ოპონენტებს, რომ აი აქცენტის გაკეთება ისევ იმაზე, რომ იყოს ამ რეგიონში დაპირისპირება, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს და წამგებიანი იქნება ამ რეგიონში ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, რომ ყველა ეს დასავლეთიც, ამერიკის შეერთებული შტატებიც, რუსეთიც დაინტერესებულია იმაში, რომ ასე თუ ისე ამ რეგიონში სიწყნარე და სტაბილურობა იყოს, იმიტომ რომ თქვენ იცით, აი ამ კონფესიის მოპოვებაში არიან როგორც დასავლური კომპანიები, ისე რუსული კომპანია, დაუშვათ ლუკოილი შემიძლია მოვიყვანო, რომელსაც საკმაოდ სერიოზული დიდი წვლილი აქვს აი ამ პროექტში და ყველაფერი კეთდება იგივე ილხამ ალიევის მიერ, რომ მოხდეს კიდევ და კიდევ უფრო სტაბილიზაცია ურთიერთობის. ეხლა ამ ბოლო დროს ილხამ ალიევმაც აი განაცხადა იმის თაობაზე, რომ რეგიონალურ უსაფრთხოებას საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი აქვს. თქვენ იცით, იგივე აქ არსებობს იგივე ხორნელიძეს დოქტრინა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვიხილოთ როგორც ერთიანი რეგიონი. აი თქვენ როგორ გონიათ ბატონი ალიევის აი პროგნოზებით რო ვთქვათ, ჩვენ ვიცით რომ ეს იდეა საქართველოსთან როგორც თქვენ ბრძანეთ თანამშრომლობას, დიდ ყურადღებას აქცევთ აი რეგიონალურ დონეზე როგორ წავა ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან და შეიძლება თუ არა რომ უახლოეს ხანებში ჩვენ განვიხილოთ სამხრეთ კავკასია როგორც ერთი რეგიონი და ამ შემთხვევაში ყველა სხვას ერთ შეკითხვას ამ შემთხვევაში დავუშვათ ალტერნატივა ილხამ ალიევს როგორც რეგიონალურ ლიდერს არ აქვს ჩვენ ახლა აქ ვხედავთ ნამდვილად ალბათ ესე იქნება გამომდინარე აი იმ სიტუაციიდან რომელიც არის მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონ თემურ აი რეგიონალური უსაფრთხოების განვითარება და სამხრეთ კავკასიის წარმოდგენა როგორც ერთ რეგიონად არის თუ არა დღევანდელი აზერბაიჯანის ინტერესებში კონკრეტულად აი ილხამ ალიევი როგორ უყურებს თქვენის აზრით აი ამ იდეას და როგორ წარმართავს ამ იდეის რეალიზაციას თუ გარკვეული პროცესები დაიწყო ამ კუთხით რაც თქვენ ახლა ბრძანეთ ბატონო ბადრი ეს ძალიან საინტერესო კონცეფცია ეს არის ჩვენი საერთო მეგობრის ბატონ ზურაბ ხონელიძის პარადიგმა კი ბატონო ცნობილი სამშვიდობო პარადიგმა რომელიც გულისხმობს რას ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეს სამხრეთ კავკასიაში რომ შევხედოთ ახლა ამ პროცესებს გეოპოლიტიკურ პროცესებს ეს არის ძალიან ოპტიმალური და შესანიშნავი შესაძლებლობა აი ამ ძალების რაც სამხრეთ კავკასიაშია სამერთიანობა ანუ ტრიადა რომელიც შეიკრება თქვა საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი და ეს გაერთიანებული ტრიადა ანუ ეს გაერთიანებული ძალა უკვე ანგარიშ გასაწევი რა მოთამაშეა კი ბატონო ყველაფერი მიდის საითკენ რომ დიდმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ეს ჩაშალონ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს უნისონი ამ სამი ძალის არ აწყობთ მაგრამ ჩვენ საციცოცხლო ინტერესია რომ ჩვენ დავდგეთ ერთად ანუ შეიკრას ეს ერთიანი კავკასიური სივრცე ტრიადა სამხრეთ კავკასიური სივრცე დიახ სამხრეთ ერთიანი სტრატეგიული სამხრეთ კავკასიური ეს არის ჩვენი ხსნის გარანტია
რაც ახლა ბატონმა ზურაბმა თავის დროზე წამოაყენა, ეს ამას საკმაო დრო აქვს ამას, ეს არის როგორ გითხრათ ახლა 93 წლიდან ეს კაცი ამას იძახის. ფაქტურად ეს რასაც ამბობს ბატონი ზურაბი, ეს უნდა გამختارიყო საქართველოს საგარეო დოქტრინა. კი ბატონო. ქართული პოლიტიკა უნდა წასულიყო ამ მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ მე ხო გეუბნები დიდი გეოპოლიტიკური სუბიექტები ყველანაირად ცდილობენ რაღაცნაირად დააბრკოლონ, რაღაცნაირად ხელი შეუშალონ ამის რეალიზაციას. ის რაც თქვენ ბრძანეთ ახლა ბატონი ილხანი ახლა აზერბაიჯანის ჭკვიანი კაცია, ჭკვიანი კი არა, უდიდესი მოთამაშე, უდიდესი დიპლომატი. ის შესანიშნავად ხედავს ამ პარადიგმის შინაგან ძალას, შინაგან რეზერვებს. ამიტომ ის მოწადინებულია რომ ეს განახორციელოს. თქვენ აქ საინტერესო რაღაც თქვით რომ თქვათ აზერბაიჯანს რატომ ვერ უბედავენ იმას, რასაც უბედავენ ამ საცოდავ და უბედურ საქართველოს, რასაც გვიბედავენ ჩვენ. აი დაგვეთ ახლა საუდის არაბეთს ყველაფერი დაკავშირებულია ამ ენერგეტიკასთან და ნავთთან. საუდის არაბეთი, რომელიც არის ძალიან ჩაკეტილი ქვეყანა, აბსოლუტური მონარქია, რა პარლამენტარიზმზე და რა ადამიანის უფლებებზე აქვს საუბარი. ეს ხო გამორიცხულია. მაგრამ ამერიკა ამაზე დუმს ბოკლობი აქვს დადებული. ერთი აი ბაიდენი იყო, ცოტა შენიშვნები დაიწყო და გაცვიდა მაგათი ურთიერთობა. ტრამპი პირიქით, ხო, ახლა ჩავიდა სათხოვნე 1 ტრილიონი დოლარი თხოვა კაცო, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ჭირდება, ეს ფული არა აქვს და თხოვა საუდის არაბეთს. აძლევენ მისეს იმენ. გადაწყდა უკვე ეგ საკითხი. აი მოსკვა უნდა იმუშაოს ამაზე, რომ ეს გარღვევა ჩინეთთან აღმოფხვრან და ამერიკა დაეციოს ჩინეთს. აი ისევ საუდელების ხელით. აი ახლა იგივე აქ ერთი პერიოდი ილხამ ალიევსაც ეძახდნენ დიქტატორს, ეძახდნენ კიდევ არადემოკრატს, რომ იქ არის თქვა ტოტალიტარული ავტოკრატიული რეჟიმი, ევროპის გარკვეული წრეები. რომელიც თქვენ შესანიშნავად იცვით ევროპარლამენტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დადგენილებებს როღებულობენ და აფრიალებენ ჩვენთან მიმართებაში. მაგრამ ეხლა უკვე ეს დაამოხრუჭეს. ეხლა მიხვდნენ რომ ძალიან შეტოპაც არ შეიძლება. ეს სხვა ძალის, სხვა რანგის ქვეყანა, სხვა შესაძლებლობები აქვს და იქ საჭიროა ზომიერების დაცვა. ამას იცავენ. ჩვენთან რატომღაც აი ამ ზომიერებას არავინ არ იცავს და ჩვენთან უკვე სხვა პროცესი, არაჯანსაღი პროცესები მიდის, ისი მოწმეც თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ყველანი ერთად ბრძანდებით. აი მე ამაყებოდე თქვენ ალბათ გახსოვთ რომ მიახლობით აი თვენახევრის უკან ბატონ ილხამ ალიევი გამოვიდა და ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მან საკმაოდ სერიოზულად გააკრიტიკა დასავლური ლიდერები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიმართ მაკრონზე პირდაპირ თქვა. ბატონო, მიმდინარეობს საკმაოდ დაგვიცვა, ჩვენ დაგვიცვა. ხო, არაკეთილსინდისიერი ზეწოლა და აი სინამდვილეში აი ნებისმიერ დიდი პოლიტოლოგი და ექსპერტი არ უნდა იყო იმისათვის, რომ შენიშნო, რომ შენ უკვე ისე უკვე სიტყვიერად ხარ ვებერთელა ძალის დაცვის შემდეგ და მით უმეტეს როცა ეს ძალა არის რაღაც არა აბსტრაქტული პოლიტიკური ძალა, არამედ შენი მეზობელი, მეგობარი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონ თემურ, ახლა ჩვენი გადაცემა აი ამ რაკურსით მიდის, რომ ხვალ დამოუკიდებლობის დღე არის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვლაპარაკობთ აი აზერბაიჯანის მიღწევებზე, სხვადასხვა კუთხით აზერბაიჯანმა საკმაოდ სერიოზული გარღვევა გააკეთა ურთიერთობაში პოსტსაბჭოურ სივრცეში, ის ვებერთელა ავტორიტეტია, მან მოახერხა აი ის დიპლომატიური შუალედი შეენარჩუნებინა აი რუსეთ-უკრაინის ომში. აი ეს მომენტი იყო, მე მგონი იცით რა არის, ილხამ ალიევის მმართველობის და დიპლომატიური ლავირების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. დღეს უბრალოდ ამ გადაცემაში ჩვენ ვარ შევეხეთ თანამედროვე დიპლომატიაში ახლა ერთ-ერთი
მთავარი პრობლემაა დღეს რუსულ-უკრაინული კონფლიქტი და ამისგან არის დამოკიდებული მთელი მომავალი. ჩვენ ხედავთ აი ძალიან ესეთ რბილ პოზიციას, ფრთხილ პოზიციას ვებერთელაძე სახელმწიფოსი ჩინეთისი და ხედავთ რაღაც განსხვავებულ პოზიციას ბატონ ილხამ ალიევის აი ამასთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ აკვირდებით ილხამ ალიევის აი ამ დიპლომატიურ ლავირებას, რომელიც ხდება ამ ვებერთელა კონფლიქტის ირგვლივ, აი რა შეგიძლია თქვათ ამასთან დაკავშირებით, როგორ გონიათ აი ეს მისი როლი აი ამ DSCS პროცესში შეიძლება თუ არა აზერბაიჯანმაც ითამაშოს გარკვეულწილად რაღაც სერიოზული როლი აი ამ პროცესის დასრულებაში, მშვიდობის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ხედავთ რომ ძალისხმევა არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი ლაპარაკობს რომ შეიძლება კიდევ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გამოჩნდეს რაღაცა რეზერვი, რომელიც შეძლებს იმის გაკეთებას, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს ამ შეიარაღებული დაპირისპირების პროცესის გაჩერებაში. ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო საკითხს წამოჭერით. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე მომენტი. აზერბაიჯანი წინ ვერ გადაუხდება თურქეთს. არადა თურქეთი ყოველგვარად ცდილობს, რომ აქ ამ კონფლიქტის დარეგულირებაში ითამაშოს გარკვეული როლი. პლატფორმას უთმობს სტამბულია, კიდე სხვა. ერდოღანი ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით. და ერთ პერიოდი ის ცოტა გაღიზიანებულიც იყო, აი რომ საუდელები ჩაერთვნენ და თითქოს და იმად დაჩtildeეს ეს პროცესი. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ საუდის არაბეთში უნდა მომხდარიყო ტრამპისა და თქვათ პუტინის შეხვედრა. ამ ყველაფერს რო დავაკვირდეთ ახლა ჩვენ, აზერბაიჯანი აი ზომიერებას იცავს, მე სულ ამას ვახსენებ. აი ზუსტად აი ამ პოლიტიკაზეა, ზომიერებაზეა ლაპარაკი, ზომიერება. ხო, ჰეგელ თავზე ამბობდა რომ ზომიერება ეს არისო დიალექტიკის საკვანძო კატეგორია. იმიტომ რომ ზომიერების დაცვა ეს არა მარტო ინდივიდს, არამედ პირველ რიგში დიდ პოლიტიკას და სახელმწიფოებსაც ევალება. თქვენ თუ დააკვირდით იმას, რომ აი ახლა რუსეთის 80 წლის თავთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის გამარჯვების პარადთან და იმ ზეიმთან დაკავშირებით, ვინ არ ჩავიდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საქართველო და ბალტიისპირეთი არ ჩასულა, მაგრამ არ ჩავიდა აზერბაიჯანი. არ ჩავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ეს რა იყო? ეს იყო განაცხადი იმაზე, რომ აზერბაიჯანს აქვს თავისი კურსი, აზერბაიჯანს აქვს თავისი თვითყოფადობა, აზერბაიჯანს აქვს თავისი ავტორიტეტი და ეს ერთ დაძახილზე ეს კაცი არსად არ გაიქცევა. კი ბატონო, იმას აქვს თავისი პოლიტიკური წონა. ერთი დაძახილზე. ხო, კიდევ ახლა იმან იცის თავისი კი ბატონო, ავტორიტეტი, თავისი ძალა, თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა. და ეს აგზნობინა იქ კრემლშიც და ეს გამგები ამას გაიგებდა და გაიგო გამგებმაც. ანუ აზერბაიჯანს აქვს ისეთი წონა, აი ის თავისი პოლიტიკით და ამ ბოლო პერიოდში რაც განხორციელდა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია თქვათ გარკვეული რაც თქვენ ბრძანეთ, გარკვეული ფუნქციის შეძენა, ხო? კი ბატონო. შეუძლია იტვირთოს. ეს გააკეთოს, მაგრამ აქ ხო გეუბნებით, გასათვალისწინებელია თურქეთის ფაქტორი, გასათვალისწინებელია თავად რუსეთის ფაქტორი, იმიტომ რომ რუსეთს იქ ცოტა სხვა რამე აქვს ჩაფიქრებული. და ეს უკვე ეს ბოლო პერიოდის მოვლენები რაც არის ახლა. იქ ხარკოვის წინააღმდეგ უკვე 7 რაიონს ითხოვს, 7 რეგიონს. 4-ზე ხო იყო საუბარი, დაამატა კიდე 3. და გრძელვადიან პროგნოზში ახლა რადევს პუტინის თავში ცოტა ძნელი გამოსათვლელია, იმიტომ რომ ბევრი ამბობს რომ ეს არის თქვა საბჭოთა კავშირის რეანიმაცია და რუსეთის აღდგენა იმ იმპერიულ სივრცეში. რა გამოვა ახლა კიდე როგორ გამოვა ეს უკვე მომავლის საქმეა. რასაკრულია ალბათ ის არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია, რომ აი პოსტსაბჭოურ სივრცეებში არიან ისეთი ლიდერები, როგორიც არის ილხამ ალიევი, ბატონი ტოკაევი ყაზახეთში,
უზბეკეთის პრეზიდენტი მირზოევი რასაკურველია ჩვენ ალბათ ჩვენთვის პოსტსაბჭოური სივრცე ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას წარმოადგენს ერთდროულად ეხლა თქვენ იცით მე კიდევ ერთხელ მინდა ილხამ ალიევის ვიზიტზე გავამახვილო ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეს ტრიუმფალური ვიზიტი იყო ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე აი ამ თავარ დოქტრინას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ერთი გზა ერთი სარტყელი რომელიც ჩვენზე გადის უშუალოდ ამ შუალედი დერეფნის საშუალებით და ალბათ უბრალოდ აი ამ მთლიანად ჩვენ უაღლეს ხანებში ალბათ უნდა უკომაგავთ იმას რომ ბოლო ის დოქტრინა რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდით ხორცი შეისხას და ამ ყველაფერთან ერთად რასაკურველია ჩვენ აქ ხედავთ უკვე უშუალოდ თქვენ ახლა ზონაზე თქვით და ყველაფერი რომ ჩვენ უკვე გვყავს აი ამ რეგიონში მძიმე ზონიანი ავტორიტეტიანი პოლიტიკოსი რომელსაც შეუძლია აი ამ სამხრეთ კავკასიის ზონას რეგიონს მისცეს ახალი ფუნქცია ის გახდეს ახალი სრულფასოვანი მოთამაშე და ამით რასაკურველია მიიღოს დიდი სარგებელი მთლიანად რეგიონმა და მათ შორის რასაკურველია პირველ რიგში საქართველომაც ბატონო თემურო ეხლა როგორც ყოველთვის თქვენი საუბარი ძალიან საინტერესოა მაგრამ ჩვენ შეზღუდული დრო გვაქვს ეს გადაცემა უახლოვდება ბოლოს ეხლა ჩვენ დაგვრჩა სულ 2 წუთი და მე მინდა რომ თქვენ აი თქვენი იმით ეხლა თქვენ ვიცით რომ თქვენ ძალიან დიდ პატივს ემენ თვითონ აზერბაიჯანში ამასინა თქვენი გამოსვლა იყო იმაში ერთ-ერთ დიდ კონფერენციაში სადაც აღინიშნა არა მარტო ამ კონფერენციაზე არამედ მერე აზერბაიჯანულმა პრესამ და ტელევიზიამ აღნიშნა თქვენი ძალიან სერიოზული გამოსვლა და ძალიან დიდი წვლილი ამ კონფერენციის ჩატარებაში ჩვენ გვაქვს სულ 2 წუთი და თუ შეიძლება თქვენ რომ აი ამ ისარგებლოთ ამ ტრიბუნით და ხვალ 28 მაისია და უსურვოთ აზერბაიჯანის ხალხს და მათ ხელმძღვანელობას პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავმეორდები ბატონო ბატრი და უსურვებ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ერს აყვავებას წინსვლას და წარმატებებს მე გამოვიყენებ ბატონი ილხამ არლიემის სიტყვებს რომელიც მან თქვა როდესაც საუბარი იყო გაცხოველებული ინტენსიური საუბარი იყო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე მან ასეთი რამ თქვა აი პერიფრას ვაკეთებ ახლა მე ჩვენ მოხარული ვიქნებითო და მივესალმებითო საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირში იმიტომ რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ეს იქნება ჩვენი ერთი ხმა ანუ ეს იქნება იგივე აზერბაიჯანის შესვლა ამ სტრუქტურებში და ჩვენთვის ესაა მისასალმებელი და სასიხარულო იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანის მიმართ აზერბაიჯანის ყოველგვარი წინსვლა ნებისმიერ ორგანიზაციებში ნებისმიერ სტრუქტურებში ეს არის საქართველოს წინსვლა და პროგრესი იმიტომ რომ ჩვენ ბედისწერით ვართ გადაჯაჭვულნი ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია ანუ ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდში და ის პროექტები რაზედაც იყო საუბარი მივიყვანოთ ბოლომდე დიდი მადლობა წინსვლა წარმატება და გამარჯვებები აზერბაიჯანს და მის ლიდერებს დიდი მადლობა ბატონ თემო როგორც ყოველთვის თქვენი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენი სიტყვები მივუვათ როგორც აზერბაიჯანის ხალხს ჩვენ გამოვდივართ აზერბაიჯანულ სატელიტზე და ჩვენ გვიყურებენ როგორც ბაქოში ისე აზერბაიჯანულ რეგიონებში და მე ჩვენ მაყურებელს და რადიოსმენელს მინდა უთხრა რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იყო პროფესორი თემურ პაჩულია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თქვენთან სტუდიაში მუშაობდა პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია მომავალ შეხვედრამდე მადლობთ